He's 21 years old, standing 169 centimeters tall, weighing 65.3 kilograms. Tonight, his professional debut, ladies and gentlemen, representing Kyrios Academy from Zugdidi, Georgia. Here is Levan Daraselia. And his opponent fighting out of the red corner. He's 28 years old. He stands 176 centimeters tall, weighing in at 65.5 kilograms. Professional record, 2 victories, no losses. Ladies and gentlemen, he's kickboxing star, world champion, multiple Georgia champion, representing Integra Fight Gym, BDC Georgia, introducing Tzotne Soltanishvili. And your referee judge, Axel Van Kemenade. ძალიან მაგარი ჭუბი გველოდება. უკვე თავმოც შეგვიძლია ეს თქვა. ჩვენს მაყურებლებსაც მინდა შევახსენოთ, რომ ცოტნე არის IFC-ში, IFC Strike MMA-ის სოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მან უკვე 2 ბრძოლა ჩაატარა MMA-ში, სადაც ორივე ფინიშით შეძლო და დაამთავრა ეს ბრძოლა. ძლიერი კიკებით, მაგრამ აი კიკის შემდეგ როგორი მარცხენები ჩაუსვა ეხა. ძალიან ორი მაგარი მარცხენა ჯები ჩაუსვა ცოტნე სულთანიშვილმა და დარასელიამ კი ეს დარტყმები უბრალოდ აიტანა. ძალიან ძლიერი კიკებით გადადიან მებრძოლების შეტევაზე. მაგარი და ძალიან მაგარი დარტყმა გაუტარა ეხა დარასელიამ ცოტნეს სულთანიშვილს და რომელმაც იგრძნო ნამდვილად ეს დარტყმები. თვალზე მე მგონი ლევან დარასელიას ზიანი აქვს. სისხლიმოსდის ლევან დარასელიას როგორც აი რაც თქვი ვაკომ ორივე ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია, მაგრამ რომლის ჭიდაობაც უფრო კარგ დონეზე იქნება ამ ბრძოლაში ჩემი აზრით გამარჯვებისთვის ეს ძალიან დიდი პლუსი. აი დარასელიას ეს აქვს ახლა პრობლემა, შეხედე არ ჩანს აქედან გიორგი, მაგრამ მარჯვენა თვალზე აქვს სერიოზული ზიანი მიყენებული და ნახოთ ცოტნე თუ მოახერხებს, ცოტნე ისეთ სიტუაციიდან გამომძრავლა რატომაც არა, მაგრამ კი და აი ზუსტად ეხლა ამას უყურებთ, რომ პარტიაში ძალიან კარგად აკონტროლებს ამ წუთას ცოტნე. მართალია კისერი კარგად უჭირავს ეხლა დარასელიას, მაგრამ ეს ცოტნეს საფრთხეს ნამდვილად არ უქმნის. თავის მხრივ ეხლა დარტყმებს კი ასრულებს დარასელია, მაგრამ ცდილობს რომ ხელი შეაძვრინოს, ესე რომ ვთქვათ, ცოტნეს მუცელ ქვეშ და კისერი აიღოს, მაგრამ ცოტნე ვერ ახერხებს ამ ეტაპისთვის თავის გამოძრომას დარასელის ხელიდან. კარგად უჭირავს ლევან დარასელიას და ზიანსაც აყენებს ზემოდან ურტყამს ზურგში. აყენებს დარტყმებს, აი გაუწითელდა ცოტნეს ახლა ზურგი და ცოტა სისხლჩაქცევაც აქვს. კი, რამოდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ, რომელიც ცოტნე მიგრძნო, მყისიერად გადავიდა შეტევაზე ჭიდაობის მხრივ ცოტნე და ამას ჯერჯერობით კარგად აკეთებს, კარგად აკონტროლებს მას გალიასთან, მაგრამ მინდა ისიც შევძინო ამას, რომ აქტიურობა არის ასევე, როდესაც აი ამდენ უპასუხო დარტყმას უკეთებს ეხლა დარასელია ცოტნეს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას ცოტნეა უფრო აქტიურ ფაზაში, რადგან ლევანი ძალიან ბევრი დარტყმები მაგრამ ეს ძალიან მაგარი გდება გაუკეთა ცოტნე სულთანიშვილმა ეხა კარგი დარტყმებიც გადაიყვანოს. კარგი დარტყმებიც შესთავაზა ეხა. ის არის კარგად უჭირავს ცოტნეს ამჯერად. ძალიან კარგად უჭირავს თუ აი ხა შეიძლება გადააჭედა შეიძლება საფიშე და მაგრამ არა გააშვებინა დაიწვა კარგი ხელები დარასელია ზევიდან ფულ მაუნტში ძალიან კარგ პოზიციაში მოხვდა ეხა ცოტნე აქედან თუ მოიშორებს და ძლიერ დარტყმებს შეუსრულებს მის მოწინააღმდეგეს ესე ძალიან კარგი ფეხი იყო მაგრამ წამოდგა დარასელია ბრავო ნამდვილად ძალიან მაგარ დაპირისპირებას უყურებთ ამ წუთას აბა ცოტნე სულთანიშვილი ნახოთ როგორ გააგრძელებს დარტყმებს ურტყამს ასევ ფეხზე მდგომში გადავიდა ორთა ბრძოლა მარცხენა ჰუკის შემდეგ თვითონ დარასელიამ შესთავაზა კარგი მარცხენა ჰუკის ოტნეს
აი ტანში რა კარგად 1-2 ძალიან კარგად მოარტყა ტანში. ეხა ძალიან მაგარი ესე რომ ვთქვა ჯები ჩაყვა. ეხა დარასელია ცოტნის. აბა ნახო დისტანციაზე არის ჯერჯერობით. არაფრით არ ჩამოუვარდება ცოტნე სულთანიშვილის სტრაიკინგს ლევან დარასელიას ძალიან კარგად არის. ლევან დარასელი ძალიან კარგად არის მომზადებული. ჩხუბობდა, საკმაოდ კარგი ბაზა აქვს. მოკლე პერიოდში აღებული ჩხუბის მიუხედავად ძალიან იდეალურად ძალიან კარგად გამოიყურება დარასელია ჯერჯერობით ამ ჩხუბში. ცოტნე კიდევ ერთი დარტყმა. ჯერჯერობით დისტანციაზე, მაგრამ აი როდესაც ესე ჯერჯერობით დისტანციაზე, როდესაც მიდის ორთაბრძოლა, ზოგავენ ერთმანეთს, ბევრ დარტყმას არ იქნევენ, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდებიან ერთმანეთს, აი როგორც ეხლა, მაშინვე ესე რომ ვთქვათ, რაღაც დარტყმების წვიმა მოდის, ისე იცვლება და ისე სწრაფად იცვლება ერთმანეთში დარტყმა. ფეხი აღებულია, ფეხი აღებულია, აი ხა ორივე ფეხში აპირებდა ჩასვლას. მაგრამ კისერის აღებას აპირებდა დარასელია, მაგრამ არ მიცა ამის საშუალება და ცოტნემ და პირველი რაუნდის დამთავრდა. მაგარი პირველი რაუნდი. ძალიან მაგარი პირველი რაუნდის დაპირისპირება უჭირავს. ძალიან მაგარი. იყო მომენტი რომ შეიძლება ცოტნე ტექნიკური ნოკაუტით გაემარჯვა, მაგრამ აქეთა მხარესაც იყო ძალიან დიდი მომენტი იმის მხრივ, რომ ტექნიკური ნოკაუტით გაემარჯვა ლევან დარასელიას, რადგან ის დარტყმა, რომელიც პირველი რაუნდის დასაწყისში ვნახეთ, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა ლევანის შესრულებით. როდესაც აი ცოტნეს ორ მარცხენა ჰუკს გაუძლო, აი ეხაც გამეორებაში კარგად გამოჩნდა, ორი მარცხენა ჰუკის შემდეგ დარასელიამ უპასუხა უკეთესი ჰუკით ცოტნეს. სუპერ რაუნდი მივიღეთ. მეორე რაუნდის დასაწყისით ძალიან მაგარი დაპირისპირება ამ პირველი რაუნდი ნამდვილად ძალიან დაძაბული გამოვიდა და სანახაობრივი ვიხილეთ როგორც ძლიერი დარტყმების გასვლა, ასევე პარტერში ჩხუბიც. ნახოთ ცოტნეს კარგი დარტყმა. დგომში მიმდინარეობს ისევ ძალიან კარგი და ძლიერი კიქები შესთავაზა ეხა დაბალი დარტყმა უკეთები. კიქებით აღარ დგავენ ისეთ ნაბიჯებს, სადაც იმ ესე ვთქვათ დისტანციაზე დარჩებიან, რომ ძლიერი დარტყმები მოხდეთ ერთმანეთის. მაგრამ დარასელიამ ესე რომ ვთქვათ გადავიდა შეტევაზე და ცდილობდა ფეხის აღებას და პარტერში გადაყვანას, მაგრამ ცოტნემ ძალიან კარგად დაიცვა თავი. შემოატრიალა და კლინჩი ამ წუთას ცოტნია აქტიური. უპირატესობა მას აქვს. ცოტნეს ერთი კარგი ესეთი მომენტი ქონდა პირველ რაუნდში, როცა აწია მეტოქე დააგდო და შემდეგ რამოდენიმე უპასუხო ძალიან ძლიერი დარტყმა გაუტარა ჰამერფისტებით, რაც შედეგს გამოიღებს, დარწმუნებული ვარ აუცილებლად. აი ეტყობა კიდევაც დარასელიას ჰემატომები მარჯვენა თვალზე. ისევ რეიჯის ცენტრში გადავიდა ორთაბრძოლა, დგომში მიმდინარეობს ისევ დაპირისპირება, აი კარგი მარჯვენა ქროსით ცდილობდა ცოტნე შესვლას, მაგრამ აიცილა დარასელიამ და ისევ ცოტნია ამჯერად უპირატესობაში კლინჩი აკონტროლებს ცოტნე სულთანიშვილი ლევან დარასელიას თავის ხმის მუხლებით ცდილობს რომ მიაყენოს ზიანი ცოტნეს. აი წაქცევას ცდილობს ახლა ცოტნე, ნახოთ რა გამოუვა. გამოსვლისას კარგი დარტყმებით გამოვიდა ცოტნე სულთანიშვილი. უპირატესობა გარკვეული არის ცოტნეს მხარეს ამ რაუნდში. აი რა კარგი როგორი სწრაფი და გამოზომილი ჰუკი იყო ეხა ცოტნე სულთანიშვილის შესრულებით. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვაკო ისიც რომ ცოტნე ამ ბრძოლაში გამოიყურება ძალიან
კარგ ფორმაში და მისი სისწრაფეა ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე. აი თუ დაინახე აი იმ სწრაფი ჰუკის შემდეგ რამხელა ზიანი მიადგა დარასელიას მარჯვენა თვალს რომ სისხლიც კი წამოვიდა, მაგრამ იპოვა დარასელიამ მომენტი და გადაიყვანა ცოტნე სულთანიშვილი პარტერში. აი რაზეც ვსაუბრობდი გამოჩნდა ეხა დარასელიას ზიანი თვალზე. კარგი ძლიერი დარტყმებით აპირებდა შეტევაზე გადასვლას დარასელია, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ცოტნე ფეხი აიღო და შეიძლება უკან არ არის კარგი პოზიცია მისთვის, მაგრამ ამ წუთას ესე რომ ვთქვათ, კარგ დარტყმებს სთავაზობს დარასელია, მომგებიან პოზიციაშიც არის, მაგრამ რა კარგად შემოტრიალდა ცოტნე ეხა და აი თვალში ჩასდის სისხლიც ჩემი აზრით დიდი პრობლემა იქნება დარასელიასთვის, რადგან მხედველობის შეზღუდვა ექნება მას. ცოტნე კი ნამდვილად იგრძნო ეს სისხლის სუნი და უფრო ძლიერი დარტყმებით გადავიდა შეტევაზე. ექიმი მოითხოვეს კი. აი ზუსტად აი ეს ვთქვი რომ ლევან დარასელიას მარჯვენა თვალზე ძალიან დიდი ზიანი აქვს და როგორც ვთქვი, როდესაც მებრძოლს თვალში ჩასდის სისხლი, მაგ შემთხვევაში არ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება თუ ექიმი არ გადაამოწმებს ამ ყველაფერს, რადგან როდესაც თვალში ჩადის მებრძოლს სისხლი, ეს შეიძლება მხედველობისთვის ძალიან შემდგომში ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს ამან მებრძოლს. არა, შეამოწმა ჩვენმა ექიმმა და არაფერი ისეთ სახიფათო და საშიში არ არის და ძალიან კარგია რომ ექიმის გადაწყვეტილებამ არ დაასრულა ეს ბრძოლა და ნახავთ ამ ბრძოლის ფინიშს. ვაიმე რა კარგი ეხლა როგორი გამოზომილი აფქიქი იყო ეხა ცოტნე შესრულები და შემდეგ მარჯვენა ჰუკით დამთავრება ამ კომბინაციის. კომბინაციები აქვს და აი ისევ მარცხენა ჰუკი დაზიანებულ თვალში. ცოტნე ძალიან გამოზომილ და ზუსტ დარტყმებს აკეთებს. 10 წამია ბრძოლის დასრულების ისევ მაიგერით გადავიდა შეტევაზე ცოტნე სულთანიშვილი. რეჯის ცენტრში მიმდინარეობს ეს კიკი. როგორი ესე რომ ვთქვათ, კობრა შეხტომით ძალიან კარგი ჰუკი იყო ცოტნე შესრულებით. წინვალე მოქმედებები. აი ისევ კარგი აფქიქი იყო. გავა უკვე ეს მეორე რაუნდი დასრულდება. მაგრამ არა, ესე რომ ვთქვათ, ტენბენკში გადავიდა, აი ცოტნე რა კარგი ჰუკები ეხა ცოტნე შესრულებით. დარასელიამ არ უნდა გაიკვიროს, რადგან ჭუბი მიმდინარეობს ნებისმიერ დროს, როდესაც ჭუბი მიმდინარეობს და მას ესე რომ ვთქვათ, საჯი არ აძლევს ესე რომ ვთქვათ, გაჩერების საშუალებას არ უნდა ჩამოწიოს დარასელიამ. ეს ჩვეულებრივად ლეგიტიმური და ლეგალური დარტყმა იყო, უბრალოდ გაკვირვებული უბრალოდ არ ელოდებოდა, რადგან ასე დროს დარტყმას ცოტნესგან. ცოტნემ ანიშნებდა რომ იდაყვი მოხდა მას, დარასელიაც ანიშნებდა რომ იდაყვია ჩვენ როგორც კი არ შეიძლება ჩვენს ორგანიზაციაში და ამაზე მიანიშნებდა, მაგრამ ეს მომენტი ძალიან კარგად გამოიყენა სათავისო ცოტნე სულთანიშვილმა და ორი ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი ჩაუსვა, ესე რომ ვთქვათ, დარასელიას. საოცარი ჭუბი. აი ეს არის ყოველთვის, როცა ორი ძალიან მაგარი მებრძოლი არის ერთმანეთის წინააღმდეგ. ესეთი ჭუბები აკეთებენ. ჩემი აზრით რაღაც პრინციპული ბრძოლის სტატუსი მიენიჭა ამ ბრძოლას ბოლო რაუნდში. აი იმ მომენტმა გააბრაზა. ძალიან გააბრაზა და ეხა ესე რომ ვთქვათ, შეტევაზე გადადის მთელი ძალებით დარასელია. თავის მხრივ ნახოთ ცოტნე რას დაახვედრებს და ეხა ლოუ-კიკის შემდეგ, მოკლე დარტყმის ფეხში შემდეგ გაჩეკა ძალიან კარგად დარასელიამ ეს დარტყმა და ცოტნე აღმოჩნდა ძირს. ზუსტად ვერ დავინახე რამ
რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგად გაჩეკა და ალბათ ამის გამო მოხდა ეხა ცოტნე ძირს. კარგად არის ეხა შეტევაზია, ძალიან კარგ პოზიციაშია, დარასელია. ცოტნე ბრავო ის. კიკებით უბრუნებს. კაპი გამოუვარდა ლევან დარასელიას. კაპი დაიბრუნა დარასელიამ. კარგ დარტყმებს უბრუნებს ეხა სულთანიშვილს. ეს ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი აფქიქი იყო ეხა ქვევიდან ცოტნე შესრულებით. აქ წამოდგომა უნდა მოახერხოს აუცილებლად ცოტნემ. თორემ ეს ბრძოლა ჯერჯერობით დარასელიას ესე რომ ვთქვათ ცოტნე ძალიან კარგ პოზიციაშია, ლევანი კი ძალიან რთულ პოზიციაში დარჩა, მაგრამ დარასელია მიპოვა ამ ბრძოლიდან, ამ მომენტიდან გამოსავალი შემოატრიალა ცოტნე და ეხა თვითონ ცდილობს ეხა ფეხის აღებას და ცოტნეს გადაყვანას. ძალიან დაძაბულობა შეიძინა, ძალიან დიდი დაძაბულობა შეიძინა ეხა ამ ბრძოლამ, მაგრამ გადაიყვანა ისევ დარასელიამ. თუმცა აი აქ უნდა იმუშაოს ახლა ლევან დარასელიამ, თორე ისე არაფერი არ გამოვა. ნამდვილად უნდა იმუშაოს ლევან დარასელიამ ეხა. სუპერ ჭუბი გამოგვივიდა ყველა ვარიანტში, სუპერ დაპირისპირება. ნამდვილად ძალიან მაგარი დაპირისპირება, როგორც ვთქვი, ბოლო მომენტში რაღაც ინტრიგა და დაძაბულობა ძალიან მოემატა ამ ბრძოლას. აი იმ კონკრეტული მომენტის შემდეგ ამ წუთას ლევან დარასელია მომგებიან პოზიციაში იმყოფება, ზევიდან დარტყმებსაც სთავაზობს ცოტნე სულთანიშვილის თავის მხრივ, ცოტნეც უბრუნებს მას დარტყმებს, მაგრამ მომგებიან პოზიციაში მაინც უფრო დარასელია და ესე რომ ვთქვათ, ჭუბი მისი კარნახით მიმდინარეობს. მესამე რაუნდში ნამდვილად ასე მიდის ყველაფერი. ნამდვილად უნდა გააქტიურდეს ცოტნე, მაგრამ თავის მხრივ ძალიან კარგ კონტროლს სთავაზობს მაყურებელს და ცოტნე სულთანიშვილს ლევან დარასელია. პარტერში ცვლიან მებრძოლები ისევ დარტყმებს, წამოდგომის საშუალებას არ აძლევს, წამოდგომის კი არა, უბრალოდ არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს ეხა ცოტნეს, მაგრამ ჩვენ ვიცით უბრალოდ ცოტნეს ჩამოწერა ბოლო წამამდეც კი არ შეიძლება, რადგან თუნდაც მეორე ჯგუფში ნახეთ როგორი კამბექი დადო, ცოტნემ და ის ბრძოლა ფინიშით მოიგო. ამ წუთისთვის კი ლევან დარასელია ძალიან კარგად გამოიყურება. შესანიშნავად აკონტროლებს პარტერს სიტუაციას მესამე რაუნდში. აი ზუსტად ვაკო რაც შენ მაინც როგორ ფიქრობ, როგორი იქნება რაუნდების განაწილება პირველი მეორე რაუნდი? ნამდვილად ვერ გეტყვი ვაკო, რადგან პირველ რაუნდში ჩემი აზრით ალბათ უფრო ფე იყო, რადგან ორივე მებრძოლმა ძალიან ძლიერი დარტყმებით გაცვალეს, მაგრამ შეიძლება ჩემი აზრით პირველ რაუნდი ჭიდაობის ხაზზე უფრო ცოტნეს წაეღო. მაგრამ მესამე რაუნდში აშკარად და ძალიან დიდი დომინირებით იგებს ამ რაუნდს ლევან დარასელია, ძალიან ძლიერ დარტყმებს აყენებს ცოტნეს. აი თითქმის მთელი რაუნდია ლევანი არის მომგებიან პოზიციაში პარტერში და სთავაზობს ცოტნეს ძალიან კარგ დარტყმებს. ისიც აღნიშნოთ, რომ სულ რამოდენიმე დღის აღებული აქვს ეს ორთაბრძოლა ლევან დარასელიას და ძალიან მაგრად გამოიყურება. ეხა აი ამ მომენტშიც გააქტიურდა და ძალიან მაგარი ჰამერფისტებით და ძალიან ძლიერი ჰამერფისტებით გადავიდა შეტევაზე და დამთავრდა ეს ბრძოლა. უბრალოდ მთელი და დარბაზი ფეხსია, ძალიან მაგარ დაპირისპირებას ვუყურებდით ჩვენ ახლა. ნამდვილად არ ვიცი ვაკო, არ მაქვს პროგნოზი. საჭიროა უნდა გადაწყვიტოს. საჭიროა ძალიან ესე რომ ვთქვათ, ძალიან რთული სამუშაო ელოდებათ.
აი ამ მომენტმა ბევრი რამ გადაწყვიტა. ძალიან ბევრი რამ. თვითონ ვერ დაარყა ცოტნე. ლევანი აი ვაკო თუ დააკვირდები ესეთი რამ მე პირადად პირველ ნახე ძალიან ემოციური ამ წუთას ლევან დარასელიას ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან კარგ სინთეზს ქმნის რომ ეს სპორტის სახეობა როგორი ჰუმანურია კი ძალიან ბევრი სისასტიკეა მართალია მაგრამ აი ეს ყველაფერი ეს ემოციები ეს პატივისცემა მებრძოლებს შორის ძალიან დიდ სინთეზს აფლაფისას Please, applause for the Bulls fighters! And after the end of action, we have a split decision. Your winner from the red corner, Tsotne Sultaniishvili. მიულოცოთ მას ეს გამარჯვება. ნამდვილად დაიმსახურა ნამდვილად ცოტნეს გამარჯვება. მესამე რაუნდი იყო საკმაოდ დაძაბული. ლევან დარასელიას მიყავდა. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო. პირველი ორი რაუნდის განმავლობაში იყო საკმაოდ სასტიკი ბრძოლა. ცოტნე უკეთესი იყო, შეიძლება ზიანმაც იმოქმედა ამ ყველაფერზე. ლევან დარასელიას მეტი ზიანი ჰქონდა. ანუ ეს აი ეხლა შეიძლება ეთყობა მის კუთხეს რაღაც განაწყენება, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ ის თუნდაც მის კუთხეს, თუნდაც დარასელიას გულშემატკივრებს, რომ პირველი ორი რაუნდი ძალიან მცირე უპირატესობა მაინც ჰქონდა ცოტნე სულთანიშვილს, თუნდაც იმით, რომ ლევან დარასელიას აქვს ძალიან დიდი ზიანი. ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მსაჯების მხრიდან. ეს არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ძალიან დიდ ორგანიზაციებშიც ესეა. ცოტნე სულთანიშვილი კი თავის მხრივ აგრძელებს მის დაუმარცხებელ სერიას. მომიგია. ჩემმა კუთხე მოუგო ლევანის კუთხეს. ლევანი არის ძალიან მაგარი მებრძოლი. 6 დღით ადრე აიღო. ერთი წამი მეგობარო, ხო? 6 დღით ადრე აიღო ეს ბრძოლა. დაუგეგმავი, იმიტომ რომ უზბეკი სპორტსმენი ჩაიხსნა. თქვენ რაც არ უნდა იძახოთ, საჯემა გადაწყვეტეს. გენაცვალეთ. პატივსცემ, მე და ლევანი ვართ. ძალიან მეგობრულ ურთიერთობაში ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. ვიღაცეების თქმით, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გქონია თურმე და ეგ ეგრი არ არის. ლევანი არის კუდოში ორგზის ჩემპიონი და მე მას დიდ წარმატებას უსურვებ. კიკბოქსინგი იქნება, კუდო იქნება, MMA იქნება. ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა ლევანს და ნებისმიერ მებრძოლს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მემეტეს გუნდს, კახაჩიკოვანს, პედაგოგიას, ჩემ თავმჯდომარეს, ზვიაც, დიდი მადლობა. მამა ჩემი ყოველთვის ჩემ გვერდით არის. სულთანიშვილების წაქცევა და რაჭველების წაქცევა ესეთი მარტივი ვერ არის და არც იქნება. აქედან მოკითხვა ჩემ რაჭას, ჩემ ხარდაჭერ კომპანიას, Carline Auto Imports მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მთელი კემპის მსადებაში. ეს 3 თვე დარბაზში ვიცხოვრე, რო იტყვიან, იქ ვჭამდი, იქ მეძინა და ესე ვაგზელებ ყოველდღიურად ჩემ შრომას. ორგანიზაციას დიდი მადლობა და გოჩას მოიას ჩემ ძმა და მეგობარს, რომელმაც დამაწყებინა MMA-ის კარიერა. აქედან კიდე მოვიკითხავ ძმებ ქარდავებს, მაგრად მიყვარხარ და ყოველთვის გვერდში მიდგანა. გაიხარეთ. Tsotne Sultaniishvili.